გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. ეს დღეებია Facebook-დან არ ჩამიწერია ვიდეო ლაივი, YouTube-ის ტრანსლაციებს წერდი, იმიტომ რომ იქეთ უფრო სტაბილური არის კავშირი და იმედია არ მეწყენს ჩემი Facebook-ის აუდიტორია, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი YouTube-ის არქივისაც გაქვთ სურვილი, როდესაც აქეთკენ ვერ ვახერხებ აქტივობას, იმ ხარეს მაინც მოახერხოთ. ეს დღეები ახლა საერთოდ ჩემი აზრით სისულელია, ყველანაირ პოლიტიკური ინსინუაციაზე საუბარი და სისულელია ყველაფერზე საუბარი, გარდა ერთი რამისა, რომ საქართველოს უდგას ყოფნა არ ყოფნის ჟამი, საერთოდ ჩვენ ეს დამოკლეს მახვილი ყოფნა არ ყოფნის შესახებ დაკიდებული არის, საუკუნეებია ჩვენს კისერზე, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართველებს რო კითხოთ, დამოუკიდებელი სახელმწიფო აქვს, თვითონ შეუძლიათ მისი ბედის გადაწყვეტა და მსგავსი რაღაცები თუნდაც ფორმალურად მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ჩანს, ამ შემთხვევაში ამ დამოკლეს მახვილის დაკიდებაში თვითონ ქართველების ერის წვლილიც არის ბევრი შეტანილი და ერის მიერ რჩეული ადამიანები რო კითხო ამას არჩევნებში, ეს განსაკუთრებით საშიში და საშინელი არის, როდესაც ხედავ, რომ თვითონ შენი ხელისუფლება, შენი ქვეყანა იმართება რაღაცა ურჯულო, რა ვიცი, იდიოტების ხელში, რომლებმაც შენი ქვეყანა უნდა გადააკეთონ ტრანსნაციონალურ სახელმწიფოს და სახელიც თუ დაუტოვეს, ესეც კიდე საკითხავი არის, გულისხმობ არაბების ჩამოსახლებას და არაბული ქალაქების შექმნას და მე მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სამშობლოს ღალატს ინვესტიციას არქმევს. მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ეს სამარცხვინო, ეს არის სირცხვილი და ისე მინდა უთხრა კობახიძეს, მინდა უთხრა სხვებს, აი ვინც განსაკუთრებით გამპრავებლები არიან ამ არაბული ქალაქების აშენების და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ხო არ ჯობდა ესა რა ქვია, ბორდელები აეშენებიათ არაბებს საქართველოში და ხო არ ჯობია კობახიძის დედა, კობახიძის ცოლი, თქვენი დედები, თქვენი ცოლები, ვინც გამპრავებლები ხართ და გინდათ 70,000 ფულიანი არაბის ჩამოსახლება საქართველოში, ხო არ ჯობდა რომ ამ ბორდელებში დედათქვენები შეგეშვათ. ხო აი გულისხმობ იმ გამპრავებლურ კლასტერს, იქ Georgian Times-ზე რო არიან თავმოყრილები და გუშინ რო იძახოდნენ არაბიზაცია დამღუპელიაო და დღეს რო იძახიან, ხო, რა პრობლემა არის, ხო? ნუ აქედან გამომდინარე, შემოკარგებო, მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. უკაცრავად. ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა. ესეთ საზოგადოებასთან სალაპარაკო არც არაფერი არ არის და ესეთ საზოგადოებას მინდა ესეთი რაღაცა უთხრა, რომ შემოკარგებო, თქვენ საქართველოს საერთოდ ხსენების უფლება არ გაქვთ. და აი საქართველოს როგორც ასეთი თუ ვიღაცას დაკარგვია ბუმაჟნიკი, სადავდო ახლა ეს რო ნახოს. ერთი წამით ეგერ დავდებ და ნახავს იმედია. ვინა იქ საწოდა. უკაცრავად. ხო. ამასაც ხო ინვესტიცია ერქმებოდა. ამასაც ხო ინვესტიცია ერქმებოდა და ამასაც ხო რაღაცას დაარქმევდით. რომ ფული შემოვიდა, რაღაცა აშენდა, ვიღაცა დასაქმდა. ქარამხანაში ხარჭებად შეყარეთ თქვენი დედები და თქვენი ცოლები და დასაქმდებიან იქ. ხო, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ყველა ნორმალური ქართველის საფიქრებელი უნდა იყოს ეს საკითხი, რომ არ მოხდეს საქართველოში არაბიზაცია და მსგავსი უბედურებები რა. და არ უნდა გაიცნოს საქართველოს უცხოტომელებით და მარტო არაბიზაცია არა, ნებისმიერი უცხოტომელი, ჩვენ პატარა ერი ვართ, პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი დალოცვილი მიწა, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ეს არავის საჯიჯგნი და არავის სათრევი არ არის ნამდვილად, მაგრამ რა შეასაქმე იცით, ხანდახან პერიოდულად ისეთი გამოვლინებები ხდება,
რომ აი ამ დაყრუებულ ხალხს დემოკრატიის და ბიძინა ივანიშვილის და კოცების უფლებებით აღდგინებულ ადამიანებს მინდა პასუხი გავცე რა თქმა უნდა არაბებზე გაყიდული ქართულ მიწებზე ცალკე ვისაუბრებთ მაგრამ აი ეს საკითხი არაა დღის წესრიგიდან მოსახსნელი იმიტომ რომ ჩვენ კოცები გვიმტკიცებენ იმას რომ ისინი თურმე დემოკრატიული გზით მიდიან და თურმე რაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში 2012 წლიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ასე შემდეგ ამიტომ გულისხმობ იმ ფაქტს როდესაც გუშინ გამოვიდნენ საერთოდ ყველასგან მოულოდნელად გამოაცხადეს რომ თურმე უცხოეთში ემიგრაციაში მყოფი ადამიანები არ არიან იმის ღირსი რომ ხმა მისცენ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ჩემი დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით ჩემ აუდიტორიამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა, რომ არანაირ არჩევნებს საქართველოში აზრი არ აქვს 92 წლიდან მოყოლებული, ეს არის ჩვეულებრივი უკანონო ხელისუფლების დაკანონება, რეჟიმების დაკანონება, ანუ ხელისუფლებაზე ზედმეტია საუბარი. ამიტომ სულ ფეხებზე მკიდია სიმართლე გითხრათ, რა არჩევნების როგორი ფორმა იქნება ამ კოლონიალისტურ რეჟიმში. მაგრამ ეს კარგი ჩემთვისაა ეს ყველაფერი ასეთი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან და მომიწოდებია ყოველთვის ბოიკოტი და ყოველთვის მოუწოდებ ბოიკოტს. რომ ამ ფარში არ მიიღოს ნორმალურმა ქართველმა მონაწილეობა, მაგრამ ნუ კაი ახლა ვთქვათ და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ არჩევნებს აღიარებენ, დადიან, მიდიან, არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას და არ მეთანხმებიან იმაში, რომ საქართველო არის კოლონიალისტური რეჟიმის მართვის ქვეშ და სახელმწიფო არ არის და მსგავსი რაღაცეები, ხო? კარგი, მაშინ ამ ხალხის აზრს მინდა უპასუხო და ეგეთი არიან კოცები, რომლებიც თვლიან, რომ ისა რა ქვია, დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებენ და როგორ ყველაფერი კარგათა. ბიჭო, ახლა ელემენტარულ კითხვას გისვამთ. კოცებო, თქვენ მოღალატეებო რა, აი თქვენ დედაშევეცი დიდი ან პატარიანად. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. 2012 წელი როდესაც იყო 2012 წელი დგებოდა და არჩევნები მოდიოდა, მაშინ ხო ძალიან კარგი იყო ემიგრაციაში არჩევნებში მონაწილე ადამიანების მონაწილეობა და მე მინდა გაჩვენოთ თქვენ აი გრაფიკი, რომელი გრაფიკიც კარგად ასახავს კოცების მხარდაჭერას ემიგრაციაში. 2012 წელს იყო 54%, მერე 38%, მერე 28%, მერე 34% და ხედავენ კოცები იმას, რომ კოცების ამომრჩეველი ემიგრაციაში მცირდება, ამიტომ კოცებმა უნდა გამოიყენონ რაღაც ტექნოლოგიური საშუალება საიმისოთ, რომ ემიგრაციაში წასულმა ადამიანებმა, არ ვიცი, ვინ იქნება, მაგათი მართული ოპოზიცია იქნება თუ ვინ იქნება, რომ სხვას არ მისცენ ხმა. ამიტომ მოიფიქრეს ეს, რომ ემიგრანტი ადამიანი, რომელიც გადახვეწილია უცხოეთში, ისედაც საელჩოები აქვს, საიდან სად მისასვლელი არის ხალხმა მთელი დღე უნდა გააცდინოს, ჩავიდეს, ჩამოვიდეს და ხმა უნდა მისცეს და მსგავსი. ამიტომ ეს არ არის საკმარისი ეს ბარიერები, ამიტომ მოიგონეს ახალი ბარიერი, რომელიც შეეხება იმას, რომ საქართველოში უნდა ჩავიდეს და გინდა თუ არა საქართველოში უნდა მიცეს ხმა. ბიჭო, ჯერერთი ვინც არიან ქართველები აქეთ განმოხოწილები, ვინც ვართ, ზოგი ჯერჯერობით სტატუსის მოლოდინში არის, ზოგი მაძიებელი არის, ზოგი არალეგალურათა, ზოგი ეს ხალხი, რომლებიც გადმოყრილები არიან, საქართველოს მოქალაქეები ქვია ამ ხალხს, ხო? საქართველოს პასპორტს რო გადაშლი, წერია რომ პასპორტი ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს და პიროვნებაზე ზრუნავს საქართველოს სახელმწიფო. თქვენ ამ ხალხს ვერ იზრუნეთ თქვენ ქვეყანაში, ამ ხალხს წართვით არსებობის უფლება, ამ ხალხს ამოხადეთ სული საქართველოში და იძულებული გახადეთ გაქცეულიყო საზღვარგარეთ. ამიტომ ხელისუფლებამ და რეჟიმმა, რომელმაც ადამიანის ლუკმაპურის საარსებოთ და სიცოცხლის გადასარჩენად ხას უსვა, სიცოცხლის გადასარჩენად გაწირა და ნახეთ ჩემი გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება სამედიცინო ემიგრაციას, წამლის ფული რო არ ქონდა ხალხს და არასწორი დიაგნოზებით და ამით იძულებული იყვნენ, გამოქცეული იყვნენ, იძულებული რომ გახდნენ რომ გამოიქცენ უცხო ქვეყანაში, იმიტომ რომ ასეთი დამპალი და ასეთი
უსამართლო და უსინდისო რეჟიმი მოქმედებს საქართველოში, რა თქმა უნდა ის და აქ მოხდნენ სოციალური გარანტიების არსებობის პირობებში, რა თქმა უნდა ეს ხალხი თქვენი ამათი მომხრეები არასდროს არ იქნებიან. ნუ ნორმალური ადამიანზე მაქვს მე ლაპარაკი, მე არ მაქვს რაღაც დედამოთხოვნ დაავადებულ ქოთზე, რომლებიც დარბიან და მაინც ბიძინაზე და გინდა ზოგიერთი მიშაზე ლოცულობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას ახლა ნორმალურ პირობებში, როდესაც იმყოფები ადამიანი და მაინც ბიძინას და მიშას მიტირი, ნუ შენ არ ხარ ნორმალური, შენ ხარ ჩლუნგი ადამიანი, დებილი, ავადმყოფი, სულგაყიდული ადამიანი, ხო? და რა თქმა უნდა არ იქნება სოციალური უსამართლობის გამო და სხვა ბევრი უსამართლობის გამო იძულებით ვინც სამშობლო დატოვა მომხრე ქართული ოცნების. რა არის ამაში გასაკვირი? 2012 წელსაც, იმიტომ ჰქონდათ ქოცებს ეს მხარდაჭერა, რომ მაშინ გადმოხვეწილი ხალხი ფიქრობდა იმას, რომ იქნება გვეშველოს საქართველოსიო, მოვიდა ეს გამძღარი მილიარდელი, რომელსაც ფული არ უნდა, რაღაც არ უნდაო და იქნება ქვეყანას მიხედოს და იმიტომ ჰქონდა მხარდაჭერა ჩათლახებს თუ არა. არც მაშინ არ იქნებოდა მხარდაჭერა, ხო? არავის ამინდი არ შეუქმნიათ ემიგრაციიდან ვერავის მთელი ამ ხნის მანძილზე. ამიტომ ადამიანურად რო ვთქვათ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, ჩვენ არ ვართ ისეთი სახელმწიფო შვილები, რომლის შვილებიც უცხოეთში არიან გადაყრილები იმის გამო, გადაყრილები კი არა, გადაბრძანებულები იმის გამო, რომ მეორე სახლად თვლიან, რომ მათ დასვენება უნდათ, რომ მათ სწავლა უნდათ, რომ მათ სეირნობა უნდათ. უცხოეთში მყოფი ადამიანები ძირითადად ყველა წყევლის, ლანძღავს, აგინებს, ცრემლი მოდის მართლ რეჟიმზე, იმიტომ რომ ამ დიდარ ქვეყანაში 3 მილიონი ადამიანი, რომელიც დიდი ქალაქის ერთი უბნის მოსახლეობა არის, ვერ შეინახა. ხო და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკური. ლოგიკური არის. სხვანაირად რო იყოს, აი ის გაუკვირდებოდა იმას, რა ქვია, ხალხს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე პასპორტით დავიწყე და პასპორტზე მაქვს საუბარი. იმ პასპორტში რო წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლებებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ იცავს ხელისუფლება, საქართველოს მოქალაქის უფლება არის ის, რომ მან მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. და ტერიტორია, სადაც არის განთავსებული საელჩო, სახელმწიფოს საელჩო, დროებით სარგებლობაში თუნდაც, ის ტერიტორია არის ხელშეუხებელი და ითვლება იმ ქვეყნის საკუთრებად იმ პერიოდში, სანამ ის იქ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, იმ ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიად ითვლება, თქვენ რა ხარჯი გაგდით? ბიულეტინის ჩამოტანა, ყუთის დადგმა და ყუთში ბიულეტინის ჩაგდება, არა არის პოსტით გამოგზავნა ბიულეტინების დაზღვეული პოსტით და იქ ადგილზე დათვლა მე ამივის. ესაა თქვენი ხარჯი თუ ხმების დათვლა გაგიხდათ პრობლემა, იმიტომ რომ თქვენი ნაბოზარი საელჩოები, რა ქვია, ყავის წრუპით არიან დაკავებული და ვინ მევახშეობაშია ჩართული, ვინ ბოზობაშია, ვინ ჩათლახობაშია, ვინ რაღაცაშია და ცდება ხალხი და ესა ხარჯიანი? მაჩვენეთ ერთი რომელი საელჩო დახმარებია და რომელი ელჩი დახმარებია ნორმალურად საქართველოს მოქალაქეს. ეს ჩვენი უფლება არა, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, საერთოდ მუწუკური წარმონაქმნებია ეს ყველაფერი, მაგრამ მე ლოგიკას ვერ გებულობ და თქვენი ხარჯი რა არის? პოსტით ბიულეტინის გამოგზავნა. და ამ ბიულეტინის მერე რო იძახით, რომ ხარჯებია. რა გიჯდებათ ხარჯებში? ემიგრაციაში არჩევნების ჩატარება არის ყველაზე იაფი იმიდან განსხვავებით, რა ქვია, ადგილზე სახელმწიფოდან განსხვავებით. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბოზიცოლები მოატყუოთ, თქვენი ბოზიშვილები მოატყუოთ და ჩვენ დაგვანებოთ თავი. ახლა ეგეთ საკითხებთან დაკავშირებით რა, ძალიან კარგად ვიცით რა ხდება და როგორ ხდება. ამიტომ პრობლემა რეალურად ძაღლისთავი სხვაგან არის დამარხული, ძაღლისთავი არის იმაში დამარხული, რომ ქოცებს თავიანთი რეჟიმის ლეგალიზების უფლება უნდათ რომ დაიტოვონ, ამათთვის ეს არჩევნები არის ფარსი და ფიქცია, მე ამიტომ გეუბნებით, რომ არავინ ფეხი არ გაადგათ არჩევნებზე, არჩევნებს ჩატარებულად ჩათვლიან და თვითონ დაითვლიან, დაიწერენ და თქვენ რომ მიხვალთ იქ, ამას აჩვენებენ ტელევიზიით და ამას ეძახიან არჩევნებს. არ აქვს არჩევნებს რეალურად, არ აქვს ის ფუნქცია, რა ფუნქციაც უნდა გქონდეთ. და ამაშიც არ უნდათ, რომ თავი შეიწუხონ. თავი არ უნდა თამაში შეიწუხონ. მე კარგად მახსოვს, როგორ
აპრავებდა ამ ყველაფერს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და რუსეთში არ ატარებდნენ არჩევნებს საქართველოს საელჩოში და საკონსულოში, გამომდინარე იქედან, რომ თურმე საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ამიტომ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ხმა წართმეული ადამიანები, რომლებიც თავისთავად იცოდნენ, რომ არ მიცემდნენ სააკაშვილის სასიკეთოდ ხმას და ამაზე მახსოვს როგორ ნიფხავს იგლიჯავდა მთელი ეგრეთ წოდებული, რა ქვია, დღევანდელი ხელისუფლება, მაშინ ოპოზიციაში რო იყო, მაგათი ის. ახლა ამათ მოადგნენ და დანარჩენ ქვეყნებთან, კაცო, ხო გაქვს დიპლომატიური კავშირი, ხო არის საელჩო პოსტის ჩამოტანა, რა პრობლემა გახდა, ხო? ადამიანს სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე მიცემს ხმას. ისე მიცემს ხმას, კაცო, რა მნიშვნელობა აქვს? აღარაფერს ვლაპარაკობ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც სოფლიოში რუსეთიც კი ელექტრონულ არჩევნებს ატარებს, რომელი ელექტრონული არჩევნებითაც საერთოდ ხარჯი არაფერი არ ჭდება, დაცული სერვერების დამონტაჟება, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ადამიანი თუ პირადობას და იმას და 1000 რაღაცას აკეთებს ინტერნეტით, ხმის მიცემაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ეს ამათ ინტერესებში არ შედის თავისთავად, ამიტომ თქვენო, აი, ყველაზე საინტერესო რა იყო ხალხო, იცით? ყველაზე საინტერესო იყო, აი დღეს დილას გამოვაქვეყნე, აი ეს მათიკაშვილი, ეს ყვერი, ეს ჩამოყალიბებული, ტონს დააკვირდით რა. ყველა იქნება ვალდებული. თუ კი გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა, ჩამობრძანდეს სამშობლოში და კარგად გაათვითცნობიეროს რა პოლიტიკური სიტუაცია არის. მე ამ ყვერს მინდა ვკითხო. შენ ისე ყვერო როიცოდე ხარ სახელმწიფოს დაქირავებული მოქალაქის დაქირავებული ჩინოვნიკი. შენ ხელფას გიხდის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყოფი საქართველოს მოქალაქეები. თავისი გადახდილი გადასახადებიდან და შენ მაგის უფლება არ აქვს. შენ ყვერძგიბა ხალხს ასე ელაპარაკო, გაიგე? არა აქვს მნიშვნელობა, ეხლა მე საერთოდ არ გაღიარებ და არაფერს არ ვაღიარებ, მაგრამ ვინც აღიარებს და ვინც მონაწილეობს და ვისაც გონია რომ არჩევნები რაღაცას წვეთს, არა გაქვს. შენ და შენაირ დედამოწყნულ იმას, რა ქვია, ჩინოვნიკებს ასეთი ლაპარაკის უფლება ხალხთან. ეს ისე რო იცოდე რა. ეს ხალხი თქვენმა დამპალმა რეჟიმმა გადაყარა ქვეყნიდან. და ეს ხალხი, ამ ხალხის უბედურებაში თქვენი ჯიჯილაგიანა, თქვენი ცოდვები არის ყველაფერი შეტანილი. რომ ელემენტარული ვერ შეძელით ერთი უბნის მოსახლეობის შენახვა ქვეყანაში, ნაცქოცობას გადააყოლეთ ყველაფერი. მთელი ქვეყანა დაინაწილეთ, ჯიბეში ჩაისვით, დაწყებული ოქროს საბადოებიდან გაგრძელებული, რა ვიცი, ჰესები იქნებოდა თუ რა იქნებოდა და ახლა ეს უკვე გასაყიდი რო აღარაფერი დაგცეთ, პირდაპირ მიწის გაყიდვაზე გადახვედით. ხო, აბა ეხლა ერთი მითხრას, ეხლა ამ ბოზიშვილს რა, იმაში რა ქვია, ემიგრაციაში უცხოვრია თუ იცის რომ ხალხი რომელიც სტატუსის მოლოდინში იმყოფება, ან ხალხს რომელსაც ჯერ საბუთები არ აქვს მზად, როგორ შეძლებენ ჩასვლას და მონაწილეობის უფლებას, უფლების მოპოვებას საქართველოში, ან დაახლოებით 1.5 მილიონი ქართველობა არის გაყრილი საქართველოდან და რომელი რეისებით უნდა შემოვიდეს საქართველოში 1.5 მილიონი ადამიანი, რა რეისები უნდა კონდეს დანიშნული, ჩარტერები იქნება, რეგულარული იქნება, რამდენი თვითმფრინავი უნდა იყოს ამდენი ადამიანის იმას. ახლა მე ამას რატო ვლაპარაკობ ხალხო, იცით, ესენი თვალთმაქცევენ რომ დემოკრატიული სახელმწიფოს და დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებენ. დემოკრატიულ საზოგადოებას როგორ აშენებთ თქვენ თუ კი დემოკრატია მარტივი რაღაცა არის. მარტივი რაღაცა არის. აქ დემოკრატია ძალიან ბევრი სხვანაირად წარმოუდგენია, მაგრამ დემოკრატია არის მართლობის ფორმა. მართლობის ფორმას რაც შეეხება, როდესაც მოსახლეობას აქვს არჩევანის უფლება, როდესაც ხალხი არის თუნდაც ფურცელზე დაწერილი ხელისუფლების წყარო და ხელისუფლების არჩევა ხდება ხალხის არჩევანიდან გამომდინარე, ამას ქვია დემოკრატიული მართლობის ფორმა. და თუ თქვენ ხალხს ართმევთ ამის უფლებას, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, როგორი ხელისუფლება ხართ თქვენ? თუ აი ელემენტარულად კითხვა მიჩნდება, როგორ უნდა მოხერხდეს, ესე იგი 4 წლის მანძილზე ისი არის თქვენი ეს საბოზეთი საელჩოები და თქვენი ჩათალახებით ავსებული ისია გადაღლილი ყავის წრუყვაში და ვინ ვისზე გადანახტომია და ვინ რას აკეთებს, აქ ეს ცალკე საკითხავი არის, ისი არიან გადაღლილი კლუბებში ტრაკის ქნებით და მსგავსი რაღაცეებით, რომ 4 წელიწადში ერთხელ დათვლას ვერ ახერხებენ ბიულეტინების. ახლა
მიზეზი რაში არის ახლა მე გეტყვით მიზეზი არის იმაში რომ რატო აკეთებენ ამას რა თქმა უნდა აქაც გააყალბებენ იქაც გააყალბებენ მაგრამ ამ საელჩოებში გაყალბება ცოტა იმათა მე გეტყვით ახლა ესენი რამში აშინათ რატო მოვიდათ ესეთი რაღაცეები თავში სხვათა შორის მოლდოვაში მოხდა ბოლო ორ არჩევნებზე პროდასავლური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მაია სანდუ რომელიც აგდია იქ რომელმაც ქვეყანაში შიგნით წააგო არჩევნები მაგრამ ემიგრაციაში გაყალბებული არჩევნების წყალობით დასავლეთში ევროპაში გაყალბებული არჩევნების წყალობით შეინარჩუნა ხელისუფლება და დასავლეთი ამბობდა რომ აი ევროპაში ჩატარებული არჩევნები იყო სწორი ну ზოგადად ყველაფერი სწორი იყო იმიტომ რომ სანდუ მოიგო აქ გაჩნდა ესეთი ელემენტარული კითხვა რომ ბიჭო თუ კი საზოგადოების განწყობა და არჩევნები არის მართალი მაშინ როგორ ხდება ისე რომ ბოლო არჩევნების პერიოდში საზღვარგარეთ მოსახლეობა რომელიც არ განიცდის ზეწოლას რატო არის ის არა აქვს მნიშვნელობა მიშისკენ მელიასკენ მევახშეებისკენ ამისკენ იმისკენ რატო ხდება რომ საქართველოში მყოფი მოსახლეობა არის ხელისუფლების მხარეს რატო ხდება ეს? Ну გამოდის რომ საქართველოში ყალბდება არჩევნები. ამიტომ ეს სალაპარაკო უნდა ამოქოლონ. ამათმა რომ არა კაცო, აგერ ჩამოდი, მიიღე არჩევნებში მონაწილეობა და წადი მერე სადაც გინდა. მოყავთ არნახული მაგალითები. აი არნახული მაგალითები მოყავთ. ერთმა ესეთი სიბრძნე მითხრა, რომ აი მაგალითად ირლანდიასო აქო ასეთი კანონი. ხო ასეთ დროს ამოქეკავენ ირლანდიას რა კანონები გააჩნია. ბიჭო, ირლანდიას რო აქვს ასეთი კანონი, სიტყვაზე ვამბობ, მე არ ვიცი აქ თუ არა, მაგრამ თუ კი აქ ირლანდიის პარლამენტის და ირლანდიური სახელმწიფოებრიობის მიზეზი რა არის? ის რომ საზღვარგარეთ უკრძალავს თავის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. საერთოდ იცით? ამის მთქმელმა იცის ეს ყველაფერი? ირლანდიელები არიან სოფლიოში იმ იშვიათ ერთა წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი საზღვრების გარეთ 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი ცხოვრობს, ვიდრე თავის ქვეყანაში. გადახედეთ, მარტო შეერთებულ შტატებში 70 მილიონი ირლანდიელი არის, რომელიც თავის დროზე თეთრი მონების სახელებით იყო ცნობილი. ინგლისის კოლონიზირების დროს ირლანდიაში საშინელ პირობებში იყვნენ, მათ შორის წაიკითხეთ, ვისაც გაინტერესებთ, ირლანდიის დიდი შიმშილობა გოლოდომორზე რო აქვს პირი დაღებული ამათ და წევიან და კივიან რა მოუწყვეს ინგლისელებმა ირლანდიელებს და ირლანდიელები გახდნენ იძულებულები გაფანტულიყვნენ დაწყებული შეერთებული შტატებიდან დამთავრებული რა ვიცი ნებისმიერ კონტინენტზე ოღონ გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან ну მე როდესაც დავაგდა სიტუაცია და როდესაც დადგა ნორმალურად აღიდგინა ირლანდიამ სახელმწიფოებრიობა და ეს გაფანტული ემიგრაცია უდიდეს როლს თამაშობდა ირლანდიის განთავისუფლებაში, იგივე ჩრდილო ირლანდიის ბრძოლები, როდესაც იყო ეგრეთ წოდებული ორგანიზაცია ირა, განსაკუთრებით ემიგრაცია ქმნიდა, ამინც იქ ემიგრაციის ხარჯზე არსებობდა ის ირლანდიის განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომ ირლანდია დაფიქსირებული იყო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. და ჩრდილოეთ ირლანდია, რომელიც იყო ბრიტანეთის გავლენის ქვეშ, მაქსიმალური ავტონომიობით და დამოუკიდებლობით ყოფილიყო მოპოვებული. და საქმე იმაში აღმოჩნდა, რომ ეს ამ გაფანტულმა მოქალაქეებმა მიიღეს შემდეგ ირლანდიის მოქალაქეობა. ამიტომ თეორიაში აი როგორ გითხრათ, იცი, რაც ცხოვრობს ირლანდიაში ხალხი 10-20 იმდენი ცხოვრობს გარეთ, ამდენ ბევრს აქვს მოქალაქეობა, მე არ ვიცი ხა რამდენი პასპორტი არის გაცემული ირლანდიის მოქალაქეობის, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ასე რომ შეიძლება ერთმა 10 სიტყვაზე ვამბობ რა, თეორიაში ვამბობ, ამ ყველაფერს ერთმა 10 მილიონმა ირლანდიელმა მისცეს შეერთებულ შტატებში არჩევნებში ხმა, ირლანდიის არჩევნების დროს და მთელი ირლანდიაში მაცხოვრებელი ირლანდიელების აზრი საერთოდ არ იქნას გათვალისწინებული. ხო? რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში კი ბატონო მიიღო ირლანდიის ხელისუფლებამ თუ კი ეს კანონი მოქმედებს, თავის დასაცავად ეს კანონი. მე არ ვიცი მიიღო თუ არა, მე არ ვიცი მოქმედებს თუ არა, მაგრამ თუ ეს მოქმედებს, ეს პრინციპი აუცილებლად იქნება ამ ყველაფერში ჩადებული. იმიტომ რომ საგარეო ჩარევა ირლანდიის სახელმწიფოს შიგნით იქნება უზარმაზარი. დაახლოებით 20 მილიონი ირლანდიელი, 4 მილიონი ირლანდიის ბედს გადაწყვეტს საზღვარგარეთიდან ქვეყანაში. გასაგებია იქ რატო ხდება იქ ყველაფერი, ხო? მაგრამ ჩვენ რა ვართ? ჩვენ ვართ ერთი მილევადი ერი, 3 მილიონი ნახევარი დარჩენილი, იქ
მათგანაც კიდე ქართველი რამდენია საკითხავია, მაგრამ ამათ ხო ქართველი არ აინტერესებს, ამათ აინტერესებს ელექტორატი. ხო, აი ამ ელექტორატს უკრძალავენ უფლებას საიმისოთ, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. რა გჭირდებათ საიმისოთ, ბიჭო? რა უნდა დაგჭირდეს ახლა ადამიანს საიმისოთ, რომ მიხვდე საბოლოოდ დარწმუნდე იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქოცები ესენი არიან ჩამოყალიბებული, ჩვეულებრივი, ადგილობრივი, ასე რომ ვთქვათ, კოლონიზატორებიც, რა ქვია ამათ ახლა მეფობას ამ ხალხს ვერ დავარქვევ. დიქტატურის ტრაგი ამათ ვინ მისცა? არიან რაღაცა რეჟიმის მუწუკი წარმონაქმნები, რომლებსაც აქვს ძალაუფლება და რომლებიც მთელი თავისი დამპალი აყროლებული პოლიტიკური თუ თავისი ფიზიკური ცხოვრება აქვს დაწყობილი იმაზე, თუ რა გლახა არის ნაცი. თუ რა ცუდი არის ნაცი. და რა მიშა არ მობრუნდეს. და ამიტომ უნდა იყოს ბიძინა მარად. ბიძინა უნდა იყოს მარად. ამიტომ ყველანაირი საშუალება, რომელიც საშუალებაც იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ქოცებმა შეინარჩუნონ ხელისუფლება, ყველაფერი არის დასაშვები. ხო, ყველაფერი არის დასაშვები, ამიტომ ისინი იყენებენ აი ამ უფლებას და ამას არქმევენ კანონს. რომ ეს არის კანონი, გელაპარაკება კანონი, გადაწყვიტას ბიძინამ, გადაწყვიტა ამ ხალხმა. ხო და უნდა დაემორჩილო ამ ყველაფერს. როდესაც გეუბნებით არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს, თქვა, აუ, უნდა მივიდე არჩევნებში, იქიდან გამომდინარე, რომ ხმა არ დაიკარგოს. ამაზე მე ცალკე მინდა მე ვეუბნები ქოცებს, ივანიშვილს და ყველა ამ ბოზიშვილებს, რაც შეიძლება სასწრაფოდ მიიღეთ ეგ კანონი. მე გეუბნებით, რომ სასწრაფოდ მიიღეთ ეგ კანონი. ნამდვილად ნაცები არ ჩაერიონ ქვეყნის ბედში, ნაცები არ ჩამოვიდნენ, ნაცებმა არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ნაცებმა აქ თქვენ ხმა არ წაგართონ, აუცილებლად მიიღეთ. აუცილებლად თუ რატო გეუბნებით ამას ამ ლაივში არ ვიტყვი, მე ვიტყვი. მაგრამ მე გეუბნებით, რომ აუცილებლად მიიღეთ ეს კანონი. აუცილებლად მიიღეთ ეს კანონი, ემიგრანტებიდან გინდოდეთ მხოლოდ და მხოლოდ გამოგზავნილი ფული, რომელიც მაგ აყროლებულ ეგრეთ წოდებულ ვითომ ეკონომიკას ამოძრავებს, მაგ ოჯახები, რომლებიც არიან ემიგრანტებზე ჩამოკიდებული და გზავნილებზე, მაგათი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მოხსნილი აქვს, მაგათი არსებობის, მაგათი შენახვის და რა თქმა უნდა, ეს ხალხი უნდა გამოიყენოთ ბოლომდე. ბოლომდე უნდა გამოიყენოთ, ბოლომდე უნდა იხმაროთ, ხალხი არჩენიეთ ოჯახის წევრები იმაში, რა ქვია, ქვეყანაში და არანაირი არჩევანის უფლება ამ ხალხს არ მიცეთ. ბრავო, საღოლ. მივესალმები თქვენ დამოკიდებულებას, როგორც ემიგრაციის მიმართ, ზოგადად ქართველი ერის მიმართ. გენაცვალეთ გულში, მაგრები ხარ. უარესი უნდა ამ ხალხს. ერი მეც იმსახურებს, კი ბატონო. და ნამდვილად გეუბნებით რა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ ეგ ყველაფერი. ორივე ხელით ვემხრობი მე ამას, რომ თქვენ ეს გააკეთოთ. ამას შემდეგ ლაივებში ვიტყვი თუ რატო ვემხრობი ამ ყველაფერს. და სამაგიეროდ დაჯდებით მაგ ბიძინას ზოოპარკ გამორეკავთ, უკვე ბევრი საწვალებელი არ გექნებათ ემიგრაციები ესენ. გამორეკავთ ბიძინას ზოოპარკს ადგილზე, ხო და ახლა არჩევნებისთვის კი არა, ოჯახის წევრები უგდებათ, ვიჯო ემიგრაციაში და იმის გულისთვის ვერ ჩამოდის ხალხი და ახლა არჩევნების გულისთვის ვინ ჩამოვა მაგ. ამიტომ მორეკავთ მაგ ხალხს, მარტივად მოგიხდებათ მაგ ხალხის მირეკვა და საერთო ჯამში იქნებით და ისე სხვათა შორის რა არის ხალხო, იცით? მე ასეთი იდეაც გამიჩნდა. მოდი ვაფშე გავაუქმოთ არჩევნები საქართველოში. მოდი გავაუქმოთ რა. გავაუქმოთ. აი მე მაგრად მევასება ეს კაცი. თუ ვინმე მარიცის ზიმბაბვეს პრეზიდენტი. ზიმბაბვეს პრეზიდენტი არის ძალიან მაგარი კაცი, ძალიან ჯიგარი ადამიანია. დიქტატორული უკავია. არჩევნების პერიოდი რომ მოვიდა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ზიმბაბვეში, გამოვიდა და განაცხადა ეგეთი რაღაცა, რომ ხალხო იცით რა შეაო საქმეო? არჩევნებიო, სახელმწიფოსო ძალიან ძვირი უჯდებაო. ამიტომ წელს არჩევნები არ იქნებაო. არ იქნებაო რა, არჩევნებიო წელსო. გამომდინარე აქედანო წელს უქნება არჩევნებია და 10 წლის მანძილზე არ იქნება არჩევნებია და მე ვიფიქრებ, რომ თუ ქვეყანასო ექნებაო მაგის ჩატარების შანსიო, აუცილებლად ჩავატარებ თუ არჩევნებს. და
განაცვალოს ჩემი თავი არის ჩვეულებრივად, ჯიგრულად, სხვათა შორის ესეთი გამოხტომები აქვს თავის დროზე ბარაკ ობამამ რომ მიიღო ქორწინება, ერთსქესიანთა ქორწინება შეერთებულ შტატებში, ცოლად წამომყევიო ხელით ხოვა, ხო და ის რა ქვია, გეიწვილები დაიჭირა, ციხეში შეყარა და ასე უთხრა, აბა თქვენ იცითო, თუ თქვენ ერთ თავი კაცი გონიათ და მეორე ქალი გონიათო, ასეთ შემთხვევაშიო იყავით მაქო, ქინძეთ ერთი მეორეო და ბოლოს რო გააჩენთ, მაშინ გაგათავისუფლებდო. მანამდეო იყავითო და გაქვთო დრო საჭმელი, სასმელი და ადგილი და უქენით ერთმანეთს რა პოზაშიც გინდათ, მაგრამ სამ ბოლოს არ გააჩენთ, გარეთ არ გამოხვალთო. ხო და მოდი გავყვეთ რა ამ ადამიანის ლოგიკით ქართულ დემოკრატიასაც საერთოდ გავაუქმოთ საქართველოში არჩევნები, დავნიშნოთ ბატონი ბიძინა, დავნიშნოთ თავიანთი მაინც ფარსია, მაინც ფიქცია ეგ ყველაფერი, თავისი ზოოპარკით, ხო და ნუ რასაც გადაგვიწყვიტავს ივანიშვილის ოჯახი და კლანი, გავაგზავნოთ ცხოვრება ის. რა პრობლემაა ხალხო? რა პრობლემა არის? მე ვამბობ, რომ ეს არის ჩვენ ხო მაინც რატო გეუბნებით ხალხო, იცით? ბიჭო, ჩვენ ხო ისეთი ერი ვართ, რომელიც მიჩვეული ვართ ბაგრატოვანთა უწყვეტ დინასტიას, რომელიც მეორე არის მსოფლიოში იაპონიის იმპერატორის შემდეგ. იაპონიის საიმპერატორო გვარის შემდეგ, ასე რომ ვთქვათ, ბაგრატიონთა შტო არის ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი ესა რა ქვია, სამეფო იმპერია. ნუ ისა დინასტია, სამეფო დინასტია. ხო და მიეჩვია ხალხი, იცი, საუკუნეების მანძილზე, რომ მას უნდა ყავდეს მეფე. ამიტომ უფრო უკეთეს ვარიანტს, უფრო იდეალურ ვარიანტს ჩვენ ახლა სად ვნახავთ, ჩემო კარგებო, საიმისოთ, რომ აღვადგინოთ მეფის ინსტიტუტი, გავხადოთ ბიძინა მეფეთ, ბერა, ცოტნე, უტა თუ არ დაწყვიტავენ ახლა ერთმანეთს სკამის გულისთვის პრინცები, მომავალი უფლისწულები, ჯაღვაიძე დაუყენოთ მაკურთხებელად, ხო და რა იცი, იქნება ოფიციალურად საქართველოში ივანიშვილების დინასტია და გაგრძელდება ცხოვრება და არჩევნებიც არ იქნება და საწოლებელი არ მოგიწევთ. ხო და ვაკურთხებიოთ, მაგრამ ჯაღმაიძეს და იმას, რა ქვია, შიოს და ღვთითკურთხეული მეფე დავარქვათ და ყველაფერი იქნება. კომბლე რაინდათ, ხო, რაინდი ეყოლება, ხო, კომბლე იქანი დაუყენოთ და ასე შემდეგ. ხო? რა გახაზრია? აბა ეხლა ვიღაცას გაეცინება ამ იმაზე, რა არის ამაში სასაცილო? რა არის ამაში სასაცილო? ელემენტარულს გეკითხებით, რომ ვინმეს თავის დროზე, როდესაც მეფობა იყო საქართველოში და 70,000-იანი ურდო ჩამოესახლებია ქვეყანაში, მისი ნებით. ერთადერთი ეს გააკეთა დავით აღმაშენებელმა, ერთადერთი მიზნით, რომ მებრძოლები ჭირდებოდა თითო ოჯახს, თითო მებრძოლი უნდა გამოეყვანა, თავისი ვალდებულება აღებია და ბრძოლაში იყენებდა ამ ხალხს და არსებობდა ქვეყანაში და ამ მიზნით ჩამოასახლა, იმიტომ რომ გაწყვეტილი იყო მოსახლეობა და ჯარისკაცი ჭირდებოდა. და ცოლიც ამის გამო მოიყვანა, კაცო, ყივჩაღი. დანარჩენი სხვა ისტორიაში ნებისმიერი მეფე ოჯახის წევრებს ადნევდა. თემეტრე თავდადებულმა შვილი გაატანა, ხო, მონღოლებს, რომ იმის გამო და მთადაცალა იმისთვის, რომ არ დასახლებულიყო ხალხი. მერე თვითონ ადგა ბოლოს და სამშობლოს გულისთვის ოქროს ურდოში წავიდა და თავი შეწირა. დანარჩენი ყველა ომები, რომელი ომებიც მიმდინარეობდა საქართველოში, რის გამოც იქნა გაწირული შვილები, ცოლები, თვითონ მეფეების თავგანწირვა, ყველაფერი იმას მოყვა, რომ საქართველოს უცხოთომელებს არ დაესახლებია და ეს ოჩოპინდრი ამას აკეთებს. და ეს დაყლებული ხალხი გამოდის და იძახის, რომ ღმერთო დალოცე ბიძინაო რა. ხო და რა თუნდა ამ ყველაფერს ხალხო არჩევენ რა რა ნელ-ნელა უდგებით ამ ყველაფერს ისე. კი ამბობენ ბიძინა შენზე უდავია და მახრჩობელა არისო და
კი, ნელ-ნელა აღჩობ ეროვნულ სულს საქართველოში, მაგრამ გავიწყდება მაინც ახლა შენაირი დედამოწყუნები კი არა, თემურლენგები ყავს ამ ქვეყანას მონელებული და შენს მოგინელებს და შენ დამპალებ პარტიასაც, მაგრამ დროა მე მგონი რომ პირდაპირ გამოხვიდე და წმინდანათაც ეკურთხო, მეფეთაც ეკურთხო და რა ვიცი ახლა ამ ხალხისთვის ყველაფერი ხარ და მოდი შეშედი რა ისტორიაში ბარეგამ ბოლომდე რა მოხდა მე ახლა მონარქიებზე მე სულ არ მაქვს ისეთ წარმოდგენა ახლა მაგალითად დიდი ბრიტანეთი მონარქია კონსტიტუციური მონარქიები აგეთ ბელგია მონარქია ჰოლანდია მონარქია შვედეთი მონარქია რა მოხდა მე განვითარებული ზეგანვითარებული ქვეყნები არიან და მონარქიები ყავთ რა მოხდა ახლა ბატონო ბიძინა შენც რო იყო ისა რა ქვია მონარქი საქართველოს და შექმნა კონსტიტუციური მონარქია რა შეგჭირდება ამდენი წვალება რა შეგჭირდება ამდენი ჯახირი ხან იმას ესაუკრძალე ხან ეცოდინება ხალხს რომ არის საქართველოში ღვთისკურთხეული ბიძინა რომელი ღვთისკურთხეული ბიძინასაც ყავს თავისი ყმები ყავს თავისი მონები აქვს თავისი მამულები აქვს თავისი სამწყსო და იქ როგორც ბაგრატიონების წინააღმდეგ არ მომხდარა აჯანყება რომ გვარი მეფის თვითკურთხეული მეფის წინააღმდეგ აჯანყება ითვლებოდა ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებას და შეიძლება და კი არა იყო როგორც ყველა სამეფო კარზე იყო ხოცვა-ჟლეტვა აქაც იყო სკამის გულისთვის შიგნით ხოცვა-წყვეტები მაგრამ არასდროს არც ერთ თავადს და არც ერთ ესე რომ ვთქვათ ერისთავს არ უკადრებია ის რომ თავი გაეტოლებია მეფისთვის და ბაგრატოვანთა დინასტია მოეხსნა და თავის დინასტია დაეჯირა. ნუ ერთადერთი ალბათ გიორგი სააკაძეს მაგას უთვლიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ მინუსად, როდესაც მეფეს აუჯანყდა, თუმცა არც გიორგი სააკაძეს არ უნდა მეფობა. იმიტომ რომ თვითონ იცოდა რომ ის არ ეკუთვნოდა. ნუ ახლა შენი უჯიშო ხალხი არ იქნება იმას ქნედი, რა ქვია, ხელშეუხებელი და შენ იქნები შენ. შემოძმო რაში ვხედავ გამოსავალს პირდაპირ გითხრა მარტივად გეტყვი შემოძმო არა ჯერ ქართველი გამწარებულის საიმისოთ რომ რევოლუციამდე მივიდეს არა გამწარებული ქართველი არა ჯერ არა ჩვენი საქმე ისე მისულ არა არის შემოძმო აგერ გუშინ წინ გამოფენა გაყიდული საქართველოს გამოფენა იყო რუსთაველზე ილიას დაგაკის ძეგლთან გაემასქნილი რამდენმა ხალხმა შეიწუხა თავი იქ მისული თუნდაც ზოგიერთი რო ჯერ არ მინდა ამ ხალხს ვლაპარაკდე, მაგრამ აი ეს თვითონ ეროვნულებად რო თვლიან თავს. რამდენი ბლოგერი მივიდა? წინ, იმის წინ 137 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწის გამოფენა იყო გაკეთებული. წინ იქვე არის ქაშვეთის ეკლესია. გადმოვიდა ერთი მამა უნახა? რა ხდება კაცო? ხო და რევოლუციას ჯერ ეგრე ვერ მოაწყო. რევოლუციას ტრაკიანი ხალხი ჭირდება, ძმაო და ყვერიანი ხალხი ჭირდება. რომლებსაც სისხლის დაღვრად შეუძლიათ, შიმშილი შეუძლიათ, გაჭირვება შეუძლიათ. ამ ხალხს რომელსაც ჯერ რუსთაველზე გასვლა არ უნდა, ერთად დადგომა არ უნდა, მარტო ლაიქების წერა უნდა და ლაქლაქი და გაზიარება უნდა. ამ ხალხიდან შენ რევოლუციას როგორ მოახერხებ? კაი ბატონო, გავაკეთოთ რევოლუცია. მაჩვენე ხალხი. ვინ? ეს ბიზნეს ჯიბის ჟოპოზიციები იქ რო დგანან ძალმადდებელი და კატამადდებელი ხალხი? ჰა? ხო და ამიტომ ზმაო მე სიმართლე გითხრა კაცის იმედი ნაკლებად მაქვს ქვეყანაში. უფლის იმედი მაქვს დარჩენილი. ხო და არა ჯერ გაიგე? არა ჯერ ეს ჩვენი ქართველობა ასე გამწარებული ამდენი ხანი გვითმენდა უფალი, გვითმენდა ხა ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე თუ იაზროვნებთ, თუ რა ლოგიკიდან რო იაზროვნო, საერთოდ ლოგიკას საქართველოში აცდენილია. საქართველო ალოგიკური ქვეყანა არის. ალოგიკური ქვეყანა არის, იმიტომ რომ თავად ამ ქვეყნის არსებობა ეს არანაირ ლოგიკაში არ ჩდება, ამიტომ იტალიელ მოგზაურს ნათქვამი რომ თუ თქვენ ღმერთი არ გწამთ, შეისწავლეთ საქართველოს ისტორია და იწამებთ, რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ არანაირ ლოგიკაში ეს ერი და ეს ქვეყანა აქ არ უნდა არსებულიყო, ხო? ამიტომ ლოგიკით მე საქართველოს ვერ დაველაპარაკები და ვერც ქართველერს. ერთადერთი შეიძლება რწმენით და იმედით დაველაპარაკო, ხო? რწმენაში და იმედში კი მე ერთი რაღაცის თქმა მინდა, თუ კი ქართველი კაცი ისე გათახსირდა, ისე გადაგვარდა, რომელმაც მისი წინაპრების
სისხლით მორწყული სამშობლო გადასცა ვიღაცა სხვა ურჯულო, უსისხლო ადამიანებს. ან იმ სარწმუნოების ადამიანებს, რომლებსაც მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენა ბუდისტებთან ომი არ გქონია. არც იმათთან, რა ქვია, კრიშნაიდებთან, არც ბრაჰმანისტებთან, არც რაღაც სხვა ხალხის ხალხთან, იცით? აი, იმასაც არ გქონია ასევე ებრაელებთანაც არ გქონია ომი, ხო, იუდაიზმი. თუმცა აქაც საკითხავი არის, იმიტომ რომ ხაზარები როდესაც შემოიჭრენ საქართველოში, ხაზარები საერთოდ ისინი იყვნენ, რა ქვია, თავიდან სეკულარული ქვეყანა იყო, მაგრამ მერე ის გახდა, რა ქვია, იუდაიზმი მიიღო, ამიტომ არ გვინ მოდი ეჭქვეშ უნდა დავაყენებთ ამ საკითხსაც და ჩვენ მქონდა ძირითადად ომები ისლამთან. საქართველოს არსებობის ისტორია ეს არის ყველა რელიგიური ბრძოლა. არარელიგიურ ბრძოლებად შეიძლება ჩაითვალოს ბრძოლები რუსეთთან და ბიზანტიის იმპერიასთან. აი, ბასილის და მეფე გიორგის ბრძოლები შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ ორი ქრისტიანი ერი ღვიდა სისხლს ერთმანეთში. აი, რუსეთთან ომები. დანარჩენი ომი იყო, ყველა ომი იყო ისლამთან. ხო და ეს ომები ხდებოდა იმისთვის, რომ ქართველ კაცს ისლამი არ მიეღო და საქართველოში არ დასახლებული იყო. მე ისლამის წინააღმდეგი კი არა ვარ, კაცო. რწმენაში მყოფ ადამიანს ყველას ვენაცვალე გაუმარჯოს. ღმერთმა მყავს უამრავი მუსულმანი მეგობარი, კაცო და ღმერთმა გაუმარჯოს თავიანთ რწმენაში ვენაცვალეთ, კაცო, მაგრამ ეს არის უცხო კულტურა. საქართველოში თუ ვინმე შეუსწავლია ისლამიც კი, ანუ კავკასიური ისლამიც კი რადიკალურად განსხვავდება იმ ისლამიდან, რომელიც ისლამიც გააჩნიათ ემათ, რა ქვია, აი არაბებს. რადიკალურად განსხვავებული ისლამი არის. იმიტომ რომ კავკასიური ისლამი ძირითადად შეეყრდნობა ადათებს. ამათ კიდე საერთოდ რა ადათი, რის ადათი. ამიტომ მე გეუბნებით იმას, რომ ქართველი მუსულმანებიც, რომლებიც არიან ქართული ისლამის მიმდევრები, კავკასიური ისლამის მიმდევრები, ვინც არიან, მათთვის არაბი ისლამისტები ძალიან მიუღებლები არიან, რო იცოდეთ. შეიძლება უფრო მეტად ვიდრე ქართველი ქრისტიანები რო ქვია ამ ხალხს. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სხვა არის, კაცო, ხო? თქმა უნდა, მაგრამ აი დღეს რო ქრისტიანობას თავის თავს უწოდებენ. იმათზე მეტად მიუღებელი არის კავკასიური ისლამის მიმდევრებისთვის ეს არაბული ისლამი, რომელიც აქ უნდა ჩამოვიდეს. არ გვინდა ძმაო, სიმართლე არ გვინდა. ერთმანეთის გვერდში დგომა უფულად არ გვინდა. ბრძოლა არ გვინდა, ის არ გვინდა, სასულიერო პირებს გამოსვლა და ხმის ამოღება არ უნდათ. ვიცი, ყველა მგონია თანდათან ახლა არ მინდა წინასწარ ლაპარაკი, ყველა ცდილობს, რომ ყველანაირი პროტესტი რამენაირად მაქსიმალურად მისაკუთროს და თავის ეგოთ აქციოს ეს ყველაფერი და რამდენჯერ ვთქვი, რამდენჯერ გამოვაცხადე, კიდე ერთხელ მოუწოდე ყველას და კიდე ერთხელ მოგიწოდებთ, თუ თქვენ ხართ ჭეშმარიტად ქართული მიწის სიყვარულით აღტკინებული ადამიანები, მოძებნეთ საერთო სიტუაციური მოკავშირეობა არ მიყვარს ამ სიტყვის თქვა, თუ ვინმე ეროვნულია, იმას ერთმანეთთან სამტრო რა აქვს, მე ვერ გამიგია, მაგრამ მონახეთ, ხო, აი ვინც თავს აიდენტიფიცირებთ ქართულ ეროვნულ ძალებად. არა, ამ ბრძოლაში დასაკარგი არც ერთი ჯარისკაცი. მე ამას ვერ ვხედავ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, სამწუხაროდ. ამას ახლა კარგად იმუშავებს უშიშროება და კარგად იმუშავებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სპეცსამსახურები, რომ არანაირი ერთობა არ შედგეს, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგ-ზოგი ერთებს მუშაობაც არ უნდა, იმიტომ რომ მღრიე წყალი არის და მღრიე წყალში თავისი პოლიტიკური თევზის დაჭერას აპირებენ. ხოდა. ახლა აქეთ რამდენი პრობლემებია, ეს ცალკე თემა არის ლაპარაკის და არ გინდათ, ხო? ზოგ-ზოგი ერთებმა აქ მე დამიწერეს კომენტარებში, რომ ადრეო რომ იმ ხალხს ლანძღავდიო, იმას ლანძღავდიო, ამას ლანძღავდიო. კაცო, კიდე ალტიფო იყოს, კიდე თარხანმოურავი იყოს, რავი, კიდე ვინ არიან ამ
ეროვნულ ფრანგზე ვინც არიან. ლანძღოლი ხა სამშობლო გეკარგება და ამაზე მეტი ძვირფასი რა უნდა გქონდეს. და გითხარით და გამოგიცხადეთ. მე პირადად ყველა ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა, არანაირი პოლიტიკურ შეხედულებას, თუ ახლა ნაცი რომ მევიდეს და ლელოელი მევახშეები მოვიდნენ, რომელსაც ქართველი ერის გენოციდში აქვს მონაწილეობა მიღებული, პავლეთ ქცეულის სწავლეების მე არ მჯერა პოლიტიკაში, მაგრამ ხო გაქვთ გაცხადებული რომ სამშობლო თქვენია, ხო და მონახეთ ერთობა. და იყოს პირველი დღიდანვე მაგას ვიძახი ახლა. არ გინდათ, ახლა მე მოვალ და მუხლი ჩოქაზე დაგიდგებით. ეტი რა გითხრათ ახლა გასაგებენაზე, გითხარით ახლა ვისაც არ გინდათ, ვისაც ცალცალკე გინდათ, ერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ არ მგონია რომ ცალცალკე ვინმე ისა რა ქვია შეძლოს ბიძინა ივანიშვილის და ქოცების წაქცევა და ბიძინა ივანიშვილს გაუპრაონ ის რასაც აკეთებს, ეს ბევრი ყოფილა პარტიაში. პარტიების მხრივ არ მივმაქ მე ჩემი სიტყვები უკან, გავახსენებ თავის დროზე საღდრისის ამბავს, გავახსენებ არჩევნების ამბავს, გავახსენებ კოჰაბიტაციის ამბავს. კი ბატონო. ვასაძეს ცხენი ყოლია ისა დასაჭედი ჩემო კარგო და ნალი ვერ უშოვია რა რო ჩამოვიდეს იმამდე ქალაქამდე და მიმბული ყავს იქ და ჭედელს ელოდება და როცა დაჭედავს ცხენს მე გამოჩდება ალბათ რა ვიცი ამ ვასაზისას რა არაფერი არის მის იქ გურამ ფალავანდიშვილი იმას იძახის რომ აქამდე რომ თვიშობლის წირხვედ მიწაზე და მუხელი დაჩოქილი რო იყო მე არაბიზაციის საფრთხესო ვერ ხედაო იქ ისა რა ქვია ზოგიერთი აქტივისტები თუნდაც მე რო ვიყავი საქართველოში და ერთად ვიბრძოდით და მიწაზე ვიღებდით ხმას ახლა ისე სოროებში არიან ლაკორიებში არიან შემძრალი სიტყვას ამბობენ კი არა Facebook-ზე არ წერენ ერთ კომენტარს ხო აი ეს ყოფილა თქვენი სამშობლოსადმი სიყვარული და ასე ყვარებიათ თქვენ სამშობლო და ბევრმა გამოაჩინეთ თავი. ამიტომ ეს საერთოდ არ მიგვიყვეს ეს პატრიოტული ნიშით შენიღბული აფირისტები. ზოგს თურმე ახლა გაუგია საერთოდ საქმის კურსში არ ყოფილა და. ну როცა იცის მე ბატონმა ბიძინამ საზოგადოების ასეთი განწყობები და საზოგადოების ასეთი აზროვნება იქ არჩევნების უფლებას ართმევს, იქ იმას ერთმანეთს კიდევს, იქ ამას ასე შვება, იქ იმას ასე შვება და თავისას აღწევს და ვეუნე ბიჭო ნუ წვალობ კაცო ნუ წვალობ გამოდი დაიდგი ტახტი დაიდგი თავზე გვირგვინი არა მაქვს მაგრამ კვერთხს მოგცემ თუ გინდა ხო და რა ვიცი იყავი მეფე იგი შენ შემოგევლე თორტიკა შემოწმაო მე ვნახე შენი გამოსვლა საპატრიარქოსთან იყავი წინვალეთ ჩატარებული აქცია იყო სადა ეს მრევლი სადაა მრევლი სად არიან ესენი ოჯახის სიწმინდეზე რომ გამორბიან მამაოების დაძახებულზე რომ ჩვენ ოჯახის სიწმინდე უნდა დავიცვათ სადა ხა მიწის სიწმინდის გულისთვის რატო არ გამოდის არა არავის არ უნდა ხო ან მამაომ უნდა უთხრას რომ ჩემმა მამაომ მითხრა რომ წამოდი და იმასკენ რა ქვია დაიცავიო და ვინც ახლა საპატრიარქოზე რამე სიტყვის იგი ერის დარწმენის მტერია ეს დასწირებული ისა მამფალები და ეგენი დავით გარეჯის ბიჭო უნახავ ერთი ვიდეოს და დავდეთ დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით ჯაღმაიძის ვისჯერა ჯაღმაიძე რომ იმას იძახოდა რომ ჩვენო კაცო ჯერ იძახოდა ხალხს ყველაფერი კარგად იქნებაო და ჩვენიაო იქაობა და მე სოკარმა რაღაცა გრანტი დაუფინანსა და მე გამოვიდა და თქვა რომ სო რა ქვიაო ჩვენო ჩიჩხიტურზეო და ბერთუბანზეო და აღდგომის ტაძარზეო არა გვაქვს ლაპარაკიო იქეთო იგიო აზერბაიჯანი არისო კაცო და არჩენ ტერიტორიაზე არისო ლაპარაკიო და რომ მივედით ამის გამო საპატრიარქოსთან და შეგვახვედრეთ ერთი პატრიარქს დაგვალაპარაკეთ კაცო რა ხდება მართლა ასე ხდება თქვა ჯერ ხო არა ძაღლმა არ გამოგხედა გარეთ და მე და მეორე აი ეს ბოზიშვილები ეს ფალავანდიშვილის თანადობით ვითომ დიდი ტამპლიერებად რო არიან ქცეულები
გამოვიდნენ და გამოგვიცხადეს, რომ ეს თურმე ჩვენ ყოფილი ვართ ერის და რწმენის და ეს მრევლად რომ მოათავიან დასირებულ ხალხს, კერპომანებს, ღმერთო, თვითონ სატანა ლაპარაკობს მისი პირით, ერმილეს პირით მე ყოფილი ვარ სატანა თურმე და მე ვლაპარაკობ თურმე სატანურ სიმართლეს. ახლა ხო გაქვთ ღვთიური სიმართლე, მაგე? კიდე ბარეური მოიტეხავთ ცხვირპირს და ბარეური ინანებთ არასწორი ხალხის გვერდით დგომას. ასია. აიხარე, ჩემო ძმაო, აიხარე. არავის არ ადარდებს რეალურად ამ ერის ბედი. ამ ერსაც, არ ვიცი მე იმას ერის ნაწილს ვერ ჩავთვლი. ბიონაგავ ხალხს, იმიტომ რომ ერის ნაწილად თუ თვლი თავს, მაშინ როგორც შენი ოჯახის წევრზე და როგორც შენ ეზოზე, ისე უნდა დარდობდე შენი ქვეყნის მომავალზე. ესენი ალბათ გერები ან ბუშები არიან ქართველი ერის. ამას ვამბობ პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი დაპყრობა და ბევრი სისხლის ღრა იყო საქართველოს ისტორიაში და ზოგიერთ ახლა გაუხსენა თურქის გენმა, მონღოლის გენმა, არაბის გენმა, სპარსელის გენმა და ახლა იძახიან და სამშობლოს ღალატ ინვესტიციას არქმევენ და მეუბნებით გახსენით ბორდელები და დაასაქმეთ იმაში დედათქვენები და თქვენი ცოლები და დაარქვით ინვესტიცია, რატო არ აგებთ ამას? ვის უნდა უსვინო ჩემო ძმაო? ვის გრეჩი ხას? პატარა გრეჩი ხას? რა უნდა უსვინო მე იმას? რა უნდა უსვინო იმ ჩამოყალიბებულ დიშლას, ნარკომან ჩამოყალიბებულ დიშლას? არა ხალხი არის ნარკომანები, მაგრამ სამშობლოს მოღალატეები არ არიან. მაგი ალბათ ერთ ჩეკ წამალზე ყველაფერს გაცვლის. რა უნდა უსვინო ჩამოყალიბებულ სირს? ჯერ მაგას საერთოდ ვინ უნდა უსმენდეს? კაცმა მისი პირით თუ არა, მაშინო არჩევნებიო რო იყო, იმაშიო. და აქციები რო იყო, მიშას წინააღმდეგო ხალხის პროტესტი გაუცვლია იმაში, რომ მიშა შეპირებია ტელევიზიას გაგიხსნია და მოუწყობებია თურმე მიშას. რა უნდა უსვინო მე ამ დაყლეებს? რა სიტყვის ნორმალურს? ან ყობახიძეს რა უნდა მოусვინო? ფული მიეც იზმაო, რა ვიცი, ალბათ მოგიყვანენ, რა ვიცი. ცა მოსაყო, იმიტომ რომ სამშობლოს მიყვანა სამსხვერპლოზე ფულს რო გაძლევდნენ. მე მინდა ამ ხალხს ვკითხო. ფულს რო გაძლევდეს, როგორც იყო თავის დროზე. ტყვეთა ყიდვა გაყიდვა თურქი. არაბია რა აქვს მნიშვნელობა. და გეუბნებოდე შენი შვილი მომიყვანეო. რა აქვს მნიშვნელობა მე იმას წაიყვანენ. რას უზამენ, როგორ უზამენ, ხარჭათ მოგდება, შეიხის სულთნის ცოლად იქნება, ფაშისიმად იქნება თუ რა აქვს მნიშვნელობა. ვარ მიუყვანს. მაგრამ შეიძლება მიუყვანოს ზოგიერთმა. აბა საქართველოს რატომ იყავთ? საქართველოს რატომ იყავთ? თქვენმა წინაპრებმა იომეს მარტო ამ მიწისთვის? ჯერ საერთოდ თქვენმა წინაპრებმა რა აკეთეს ჯერ მაგია საკითხავი და გამოსაძიებელი, იმიტომ რომ ზოგიერთი დამპალი თესლი იმიტოა გამრავლებული, რომ წინაპარი მოღალატე ყავდა და დაიმალა და ლაჩრის შთამომავლობა გამრავლდა. ხო, ეს ჯერ ცალკე საკითხავია. მე ვერ ხვდები, მე ამ ადამიანების აზროვნებას ვერ ხვდები, ვერავის აზროვნებას ვერ ხვდები, ვინც ამბობს იმას, რომ ქართული მიწა და უნდა გადაეცეს, რა ვიცი, არაბი იქნება, მონღოლი იქნება, რუსი იქნება, თუ იქნება, ამას ვერ ხვდები, მაგრამ მეორე იმ დაყლებული ხალხისას ვერ ხვდები ვერაფერს, რომ გამოვიდაოსო, რა ქვია, გავარჩიეთ ჩვენ ეგ ინტერვიუ, ვისაც აინტერესებდა YouTube-ის არხზე გარჩეულიც არის, თავიდან ბოლომდე თუ როგორ იბოლება და როგორ ატყუებს ხალხს, ისა რა ქვია, ეს სირი, ეს ყობახიძე, რომელიც ხალხს უმტკიცებს, რომ მიწაო არ იყიდებაო, ესე იგი გამოდის და არაბებსო და ვინც ყიდულობს, ესე იგი ამხელა უზარმაზარ ქონებას საქართველოში თურმე, რომელიც საერთოდ ეგეთი წესი არის, რომ თუ რომელიმე ქვეყანაში გექნება უძრავი ქონება, ის ქვეყანა შენ იქ
ბინადრობის უფლებას გაძლევს. ჩვეულებრივი ამბავია, კიდე საბერძნეთში მოქალაქეობაზე არა, ბინადრობაზე არის საუბარი. ეს ევროპის ქვეყნებში ასე არის, ბულგარეთი იყოს, საბერძნეთი იყოს, კიდე საფრანგეთი იყოს, იმიტომ რომ შენი ქონება თუ მოკიდეს იმ ქონების მისახედად ჩასვლის, ჩამოსვლის და ბინადრობის უფლება გეძლევა, ხა მოქალაქეობის უფლება არ გეძლევა და გამოდის და ამ ხალხს აბოლებს, რომ ვინც ჩამოვაო, ესე იგი ამათმა ნახეს არაბი დებილი, რომელიც ამხელა ფულს გადაიხდის იმაში 9 მილიონს ან 1 მილიონს გადაიხდის იყიდის საქართველოში ფართს ხო და სამთვიანი ვიზით ჩამოვა და 3 თვის მერე წავა და მე კიდე 3 თვის მერე ჩამოვა ვის აბოლებს ეს ხალხი ან მიწაზე რომელზეც აშენდება ეს ქალაქები და იქ არაბი თუ სხვა გადამთიელი ჩამოვა და იცხოვრებს მაინტერესებს აბა ვიზზე მიყიდული მიწა იქნება ხო აი სოფო მე ამასაც ვერ ხვდები ну აბა ვისი იქნება ბინა ეზო გარაჟი აბა ვისი იქნება საბავშვო მოედანი თან კეთილმოწყობილი აბა ვისი იქნება ის ერმანემსაძის ბაბუა ჩემი დიდი ბაბუის შე დებილი გოიმინახეთ ესე იგი არაბი ფულს ახევთ აშენებიებთ 150 მილიონს მარტო ტყეპარკის გაშენებაში და მიწას არყიდით და ბინადრობის უფლებას არ აძლევთ გამოვიყვანეთ ერთი უკაცრავად მანდილოსნებთან კიდე ერთხელ გამოვიყვანეთ ერთი ეს ტიყლი არაბი რომელია ერთი და ფულიანი მანახეთ ერთი თქვენ გააკეთებდით ამას აბა ის არაბი მილიარდები რო აქვს დაგროვილი დებილი გონია ხალხის რომელიცაც დილა და საღამო იწყება იმისთვის რა გავყიდო რა ვიყიდო არიცი თქვენ აღმოსავლელი ადამიანის ფენომენი და არ გიცხოვლიათ აღმოსავლეთში და აღმოსავლურ ბაზარში არ ყოფილხართ ესენი აბოლები ხო კიდე რის იმჯერა ხალხო იცით ის ალაბარმა რა თქვა იცით 19 ქვეყანაში რო აქვს ინვესტიცია განხორციელებული თბილისთან ახლოსო მიტოვებული ფერმა ვნახეო ის მიტოვებული ფერმა უნდა ვიყიდო და იქ უნდა გავაგრძელო ცხოვრებაო და სოფლის მეურნეობას უნდა მოვკიდო ხელი ნერდალუცული ხო და მჯერა ახლა რომ ბურჯ ხალიფას ამშენებელი ეძებს სადღაც თბილისთან ახლოს ალბათ კუმისელ მოჩვენებაზე აქვს ალბათ გაგებული ის რომ იქ კუმისელი ის რეიკი დარბის თურმე იქ უნდა იყიდოს ისა რა ქვია ფერმა რაღაცა მიტოვებული და უნდა გადმოვიდეს ალაბარი და იქ უნდა იცხოვროს როგორც წემსმა და როგორც ფერმერმა ესეც თქვა ამის რატო არ გჯერათ იმის თუ გჯერათ ამის რატო არ გჯერათ ეს ნათქვამი რატო არ გჯერათ არ ვიცი ზმაო ეგეთ დაყლებული ხალხის მნახველი არა ვარ რაღაცას არგუმენტი უნდა გქონდეს სერიოზული კაცო შეწონადობად პრემიერმა თქვა ეს ასია ის ისია მაგრამ ასია რა ბოდიალობთ ბიჭო თქვენ არა ძმაო მე გეუბნებით თქვენ ერთადერთი გამოსავალი ქოც ისევე როგორც ნაც ეს მე მაგაჩი სხვაობას ვერ ვნახულობ სიმართლე გითხრათ და ეს სხვათა შორის ხაზარაძე რო იძახის თვითონ რომ მიყიდა ტერიტორიები იმას რა ქვია უცხოელებზე რო გაყიდა მიწა თვითონ ესენი ყველანი არიან შემოგდებულები იმისთვის რომ ეს პროტესტი ხალხში რაცა ეს მუხტი ჩაქრეს გამოხდნენ ნაცები და იძახიან იმას რომ არაბიზაციის წინააღმდეგ ხართ აი რუსების წინააღმდეგ რატო არ გამოდიხართ ხალხო ეს როგორ თუ რუსების წინააღმდეგ იქნებით არავინ არა კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ ყველა არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ გამოიყვანეს აგერ ნაცი რომელიც ყვირის მაგას რომ
რუსების წინააღმდეგაც უნდა ვიყოთ, ასე უნდა და გამოგიყვანე იმერ და გამოვა მე ეს კანალიზაცია იმედი და დაგიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ აი თურმე ამათთვის ხო ეს სიტყვები როცა ჭირდებათ საშინელებაა, როცა ჭირდებათ ქსენოფობიური ჯგუფები, ასე და ასე. დადი, იცია თქვენი დედა შევეცი, ამათთან ლაპარაკი არაა საჭირო. ამათ უნდა უტყა და აგინო. და ცოტა მეტი ძალაუფლება რო იყოს, როგორც დავით აღმაშენებელი, ასეთ ნაბუზრებს ტრაქში გათხრიდა სასტა პირში ამოუყვანდა და ადუღებულ კალას ჩაასხამდა პირში. და ოსმალეთშიც იყო სხვათა შორის ამნაირი სასჯელი მოღალატეებზე, ვინც ოქროზე გაიყიდებოდა, ადუღებულ ოქროს ჩაასხამდნენ პირში. უნდა ჩაასხა, ფული ხო უყვართ, ოქრო ხო უყვართ. ადუღებული ოქრო. ეს არის მაგათ პასუხი. ეგრეა. შემოვახტანგ, მე გეკითხები, აი ვეკითხები ყველას, ვინც რაღაცნაირად ცდილობს ამ საპატრიარქოს ამბავი და ხალხი და საპატრიარქო გათიშულია. რა დიდის თხრამ გაგთიშათ? რამ გაგთიშათ? რამ გაგთიშათ? მურმანყრუ შემოდის, გართმევთ მიწებს და რამ გაგთიშათ? რამ გაგთიშათ? აი ეკითხებით, ხო? აი ამ ხალხს ვეკითხები, ვინც გათიშულია და არ აინტერესებს ეგ საკითხი და ვეკითხები იმ სასულიერო პირებს. რამ გაგთიშათ? დიდმოწამე დავით და კონსტანტინე, დიდმოწამე გობრონი, ვინ აწამო? კახეთის მეფე კონსტანტინე, ვინ აწამო? რატო ერქვა მურმანს ყრუ? ყრუ რატო ერქვა? ყრუ რატო ერქვა? ისტორიამ ლენგი გასაგებია რატო შემოინახა. ლენგი გასაგებია რატო შემოინახა, იმიტომ რომ კოჭლი იყო და კოჭს ნიშნავდა, მაგრამ ყრუ რატო ერქვა? ქართულად. ქართული სიტყვა არაა ლენგი. ლენგი არის იქიდან მოყოლილი ეს პაგანიალა, ასე რომ ვთქვი. ყრუ სიტყვა, ყრუ ქართული სიტყვა, რატო დაარქვენ არავს? იმიტომ რომ არ ესმოდა ადამიანების წამება, არ იცოდა იმან შეცოდება. კახეთში იყო, მე მგონი რომ ამოთხარა ეს 300 კახელი ჩაყარა და ადუღებული ფისი გადაასხა. უდრონში ცოცხლად დაწვა ხალხი. იმიტომ ერქვა იმას ყრუ. თქვენი ყრუ დედა შევეცი. ხოცებ. რა უნდა ვთქვა ძმაო, მაგ მაცივარზე და იმას რამე მაცივრება ვილაპარაკე მაგაზე და დროს ყველა დავხარჯე. კი ბატონო, ბიძინა ყრუ. ყრუ დაარქვით ბიძინას ყრუ. არ ესმის, არა მარტო ბიძინა, ყველა ქოცი ყრუა. ყველა ქოცი არის ყრუ და საპატრიარქოც ყრუა. ყრუა საპატრიარქო. არ ესმის. არ ესმის. ახლა როცა არ ესმის, იმას ქვია ყრუ. ხო. მე ხარ რა შეეხება ხო ეს კითხვა რომ ჯარის ამბავიო, ჩემო ძმაო, მომსვინეს წუთი. მე ხა შეიარაღებული ძალებში 5 წელი ვიმსახურე და კარგად ვიცი როგორ ხდებოდა ნიშას დროსაც შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება და როგორ ხდება დღესაც. ჩვენ დროს თუ ვინმე იყო პატრიოტი ადამიანები, ხაზეთის ომიდან მოყოლებული და ასე შემდეგ, მაქსიმალურად ხდებოდა ამ ადამიანების ამ ოფიცრების როტაცია. ჩანაცვლება. წვენდა, საკადრო წვენდა ჯარში. ოფიცერთა გუნდი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელსაც წარსულთან არ უნდა ქონოდა კავშირი. ოფიცერს ჯარისკაცთან არ უნდა ქონოდა ავტორიტეტი. და კარგი ავტორიტეტული ოფიცრები, რომლებიც იყვნენ, აბსოლუტურად ყველას დააწინაურებდნენ, მერე ხსნიდნენ და აგდებდნენ თუ მათში ეროვნულს დაინახავდნენ. ჯარში იყო საჭირო კალანდაზისნაირი ნაბუზრები, რომლებიც
შეიარაღებულ ძალებს ჩვეულებრივად დააჯახებდნენ საკუთარ მოსახლეობას. ნაწილობრივ მაშინ ბოლომდე ვერ მიაღწიეს ამას, მაგრამ მე თანდათან მიაღწიეს ამ ყველაფერს და მე ამ ოფიცრების გამოზრდილი თაობა მე არ ვაყენებ ვინმე შეურაცხყოფას, მაგრამ სისტემა ასე მუშაობს. იქ ეროვნული იდეოლოგიით აღზრდილი არმია არ აქვს ჩვენ. არა. მე გიყვირს შემოგიორგი როს ესა რა ქვია უნდა ვასრულებ ამას, იმიტომ რომ ის ოფიცრობა, რომლებიც არის დღეს და ვისაც იარაღთან აქვს საქმე და ჯართან აქვს საქმე, ეს კატეგორია ადამიანები იქნა აღზრდილი იმ იდეოლოგიით, რომელი იდეოლოგიითაც მსგავსი რაღაცებზე პრობლემა არ შეექმნა სისტემას. და შეიარაღებული ძალები ისეთი კონტროლის ქვეშა სამხედრო პოლიციის და საიდუმლო პოლიციის, ეგრეთ წოდებული სუსის ოფიცრების, რომ თედან ნაკლებად აქვთ მაგათ საფრთხე. და საერთოდ ჯარის დაკნინება, ამიტომ განხორციელდა და ჯარს სახელიც გადაარქვეს და საერთოდ თავდაცვის ძალები ქვია, ჯარი არ ქვია. ქართული არმია არ არსებობს. არსებობს თავდაცვის ძალები. რაც შეეხება საპატრიარქოს ყანდურებზე მეტი მოღალატე შეიძლება მითხრა ვინ არის? პასუხსაცემ არავინ ძმაოდა, ხო? არავინ არა, მაგაზე ვისაუბრე ძმაო ახლა, იმიტომ რომ მაგრამ მე არ მიგვერს მაგი ჩემო გიორგი, იმიტომ რომ როდესაც სოლომონ პირველმა აკრძალა დასავლეთ საქართველოში ტყვეთა გაყიდვა, გამოვიდა ერთი კათალიკოსი და დაწყევლა. უკმა გამოგვიგდა პირიდან. ისიც ლოცულობდა, იგიც ქრისტეს ადიდებდა. თავის დროზე. აი ეგეთი ბოზიშვილები ბევრი ყავთ. ზოგი ანაფორაში, ზოგი ფორმაში, ზოგი სამოქალაქო ტანსაცმელში. ხა რაღაც საკვირია ეს. მომანს მე რო ვამბობდი იმას, რა ქვია. იმათ გამომყავდა, რა ქვია. რო ვითომ რაღაცა მოგონილს ვამბობდი და შავი ტრაკი და თეთრი ტრაკი აბანოში გამოჩნდებაო და აგერა შავი ტრაკი და თეთრი ტრაკიც. სახლდებიან არაბები და ესენი არიან საღათას ძილს მიცემული. ლიტურგიულ ძილში არიან, ლოცულობენ საქართველოს მომავალს. ლოცულობენ. აიგეთ. ვერაფერს ვერ გეტყვი ჩემო ძმა. ამათმა ყველაფერი გადააფორმატეს ინსტიტუციები, ყველაფერი თავიდან მომდევნო გადაფორმატებული იქ. ერთადერთი რაცაა დარჩენილი, ნურცეთი ინსტიტუციის ხალხო, ნურცეთი ინსტიტუციის იმედი ნუ გააქვთ. აბსოლუტურად ყველაფერი სასამართლოთი დაწყებული, პოლიციით გაგრძელებული, პროკურატურით, ჯარით, პოლიციით, უშიშროებით ეს არის ივანიშვილის ჯიბეში ყველაფერი. ერთადერთი რასაც ეს ადამიანი ვერ უვლის და ვერ ერევა, ესა ქვეყანაში დარჩენილი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც იმის გამო რომ მის შვილს კარაქი აჭამონ, არ იტყვიან რომ სამშობლო გავყიდოთო. მაგრამ ყავს ერთი 15% ერის ნაყიდი ყავს ასე. და ისიც ჯიბეში ყავს და დარჩენი 45, ის რა ქვია, 85 არ აინტერესებს. მიფიქრია სამშობლოში დაბრუნება, როგორ არ მიფიქრია, ყოველდღე მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ არ მინდა ეს უაზრო ესა რა ქვია შედეგები რა. არ მინდა ეს უაზრო შედეგები რა. ოდესაც ჩავთვლი საჭიროდ იქნება თანამებრძოლი სამშობლო იყიდება და ქუჩაში არ გამოდის, ეგერ ხალხი გამოფენა აქვს აყიდული სამშობლოში და რა აზრი აქვს იქ ჩახვიდე, რა ესა რა ქვია, ატომური ბომბი მაინც ვიყო, რომ ჩამოვიდე და აუფეთქდე და წავიყოლო მაგენ. ეშინია, თუ გეშინია და ემაში თუ ხარ შემძრალი, რა ქვია, ლაკორიაში თუ ხარ, იექს სახში და კურდღლები მოამრავლე. და დაანები არა იგი შენი საქმე და არც Facebook-ი არაა შენი საქმე. მეკა ვარკვევთ მაგ ყველაფერს ვარკვევთ და იქნება შესაბამისი პასუხი აუცილებლად იმ გაუყიდავი ადამიანების მხრიდან. აუცილებლად. საპატრიარქოში იყო ღირსეული მამაო ერთი მერე მოწამლეს, გარდაიცვალა. ბენ ლადენას უძახოდნენ ზედმეტ სახელად. ბენ ლადენას.
სულ იმას ამბობდა, რომ შაჰიდის კამარიო უნდა შემოვიკრავო და თავი უნდა ვიფეთქო და თქვენც უნდა წაგეყოლოთ აქედან. ისია გასაწმენდი იქაობა. ну არ ვიცი ჯიგარო ახლა გამომწერები ბევრია, რაღაც 46,000 აქა 48,000 YouTube-ზე არის, მაგრამ 7,000 TikTok-ზეა, თუმცა TikTok-ს ხშირად არ ვიყენებ, მაგრამ რა ვიცი ახლა ნორმალურობის ხარისხი როგორ დავადგინო. ბევრი გამომწერი შეიძლება დაუძინებელი მტერი არის და ახლოს უნდა ყავდეს და იმიტოა გამომწერილი და ვერ გეტყვით, მაგრამ არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ერში დაახლოებით 5%, 6% თუ არის ნორმალური ნაწილი, ჯანსაღი ნაწილი დარჩენილი, მაშინ გადავრჩენილი ვარ. თუ ეს არაა, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სხვათა შორის ჯოხარ დუდავმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ შევარდანძეზე რო გითხეს რა სიტყვით შევარდანძეზეო და მე ამ ადამიანის ხმაო ხურშიოდ საშინლათო მხდებაო რა. ეს არისო ადამიანიო, რომელიცო საკუთარ სამშობლოშიო ჩავიდაო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისო, რომ დაეხლიჩაო ამ ქვეყნის მოსახლეობაო, ერთმანეთზე გადაეკიდებიაო, სისხლი ეღვარაო და ერთადერთი მიზნითო, იმიტომ რომ აღწე დამჯდარი იყო თვითონო და მე არ მგონიაო, რომ ქართველიერიო შევარდნაძესო მიცემსო საშუალებას რომ დამკვიდრდესო და გამეფდეს საქართველოსიო, მაგრამ თუ კი ეს მოხდებაო, რომ შევარდნაძეო დამკვიდრდებაო საქართველოში და გამეფდებაო და დაიდებსო ბუდესო, შეიძლებაო, რომ ასეთმა ერმაო ჩათვალოსო, რომ არსებობის პერსპექტივა შეწყვეტილი აქო და სამწუხაროდ ჩვენმა ერმა არათუ შევარდნაძის სკამი დაიდგა და დაიდვა და თვალის ასახვევად რომ ვარდების რევოლუცია მოაწყვეს, ეს მოხდა კი არა, თვითონ შევარდნაძის სისტემა დაიდგა კისერზე და აკეთებს იმას, რასაც თვითონ შევარდნაძე არ აკეთებდა და მე პერსპექტივები ჩვენი ერის თუ რაღაცა გადაწყინება არ იქნა. ვაუ. კიდე ერთხელ ვამბობ, ლოგიკით საქართველოს ვერ შეხედავ, იმიტომ რომ ლოგიკურად ჩვენ არც აქამდე არ უნდა მოვსულიყავით რა. ისევ და ისევ სასწაულის იმედად უნდა ვიყოთ. ასეთი წინაპრების ერს, რომლებმაც მთელი თავიანთი არსებობა ძირითადში ქრისტეს რჯულის და ქრისტეს რწმენის არსებობას შეწირეს, თუ სამომავლობა ღმერთის მოღალატე იქნება, თვითონ უფალი დასჯის. როდის უფალი დასჯის და თვითონ უფალი დაიცავს. აი ხო ვერ თქვი რა. აი გავიმეორებ. ამდენი ჩვენი წინაპრების სისხლს და ამდენი ჩვენი წინაპრების ნაწვალებს თვითონ უფალი არ შეარჩენს მოღალატე ქართველებს და ძალიან დიდი სასჯელი იქნება ქართველი ერის მიმართ მოზღული თვითონ უფლის მიერ. და განსაცმენდელი დადგება საქართველოში. მე როგორც ადამიანს, რომელსაც ღმერთის არსებობის წამს ჯერა და ვიცი რომ ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლის ყოველ შემთხვევაში და მე ვინმე მის კითხვა არ დასვას რატო ვართ ამ დღეშიო, ვიმსახურებთ და ემიტო. კარგად ზანდებოდით.